ღამის 2 საათია. 1 წუთის წინ დავამთავრე ნახატი. კი ვთქვი, რომ დავისვენებ მეტად დღეს აღარ გავაკეთებ, მაგრამ ვერ დავუდე ვერაფერს გული, ისე ვავდექი და ხატვა გავაგრძელე. მივიყვანე იმ ეტაპამდე, რომელსაც მარტო ქვევიღაა საჭირო და ლაკი. ახლა მე ცოტა ხანი უბრალოდ ვისვენებდი, წელი დავასვენოთ ხო, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენი ხანი მოვუდი, ძალიან დიდი ხანი და უბრალოდ წელი მიდგინე. ისე დავიღალე, რომ არ ვაპირებ ხელების დასაბანად ჩასვლას. ოღონდ მართლა. სულ საფეთქს ავიღებ და აი ეს რამენაირად გავიწმინდა. არა მაქვს დაბლა ჩასვლის თავი. ერთი რაღაც აღმოვაჩინე ჩემ თავში. ესე რომ წერ ვიდეოს რა უშავ რა ხო? დაბლავზი ვარ რა. ვისვენებ. ერთი რაღაც აღმოვაჩინე ჩემს თავში. ხატვის პროცესში, როდესაც ნახატის აი ეს ადგილი დავამუშავე, მე თვითონ იმდენად მომეწონა, რომ პირველად ცხოვრებაში სიხარულისგან კინაღამ ვიტირე, უკვე აი ეგ მქონდა, ისე მომეწონა. ანუ ნახეთ, აქ არ ვამბობ იმას, რომ ნახეთ რა მაგარი რამე დავხატებდი, არა. მე აღმოვაჩინე ჩემს თავში 37 წელია, 37 წლის ვარ და რა ვიცი, რაც თავი მახსოვს ხატავ, ხო? არც ერთ ნამუშევარს, მით უმეტეს, რომ არის ბევრი ნამუშევარი, რომელსაც ვერ ველევ. უზომოდ მიყვარს. მაგრამ როდესაც თეთრი ფერი იმიტომ მიყვარს, ანუ რაღაცა საოცრებას აკეთებ. როდესაც აი ამ ნაწილს თეთრი ფერი შევახედა, ესე გამოვიწიე და შევხედე, მივხვდი, რომ აი რაღაცა ამომინჯდა. აი დავალაგე ყველაფერი და ვუყურებდი. ცხოვრებაში კი ანუ არ მომწონებია ნახატი. ეხლა თქვენ მარტო ჩალმის ადგილს ხედავთ, სადაც ქვები უნდა დაწებდეს. ეხლა განახებთ. რა თქმა უნდა, ხვალიც განახებთ. უკვე დასრულებულს. მაგრამ მინდოდა, რომ ეს ემოცია თქვენთვის გამეზიარებინა. ვერ აგიღწერთ, ისე მომეწონა ეგ ადგილი. ისე მომეწონა, რომ არ ვიცი. ერთადერთი ნახატი, ალბათ პირველი, ან ასაკში შევდივარ, თუ ჯერ ისევ წიწყვი. ისა ვარ კვირტი. ამას შორენა მოვიხსნი რა, ხო შეიძლება ისე მეტკინა თავი რომ რა იყო. ასაკის ბრალია, შეიძლება გამიფიქრი. მარჯი ხო პატარა ვარ. ერთი ბეწვი მე თავი მეტკინა. აი მე რა კარგი. განსაკუთრებით აი ეს ადგილი მომწონს. ნიკა პუტუჩი ძალიან მომწონს. გაწვალებთ ახლა ვიცი. მაგრამ ისა ნახეთ ახლა რა ხდება. ასეთი შესაკვეთად, ვინც თუ და მეტყვიან ასეთი რომ შემიკვეთო.
როგორც არ უნდა დავაკვდეზეთ, ლამაზი გამოვა, რა თქმა უნდა. მაგარი გამოვა. მაგრამ ზუსტად ესეთი არ იქნება. ის ზუსტად ესეთი შემოკვეთილ ვერ დავხატო. რა დავამთავრე დამორჩი განახი. მივხვდი, რომ უნდა გავხვრიტო ამები შუალი. რა დავამთავრე და შევხედე. კომენტარში როგორ დამიწერე, თამო. ცხვირზეო ერთი ჭრიალა საყურე მოუხდებოდა. ეს ყველაფერი დავამთავრე და შევხედე. ცხვირზე საყურე გავუკეთე. ესეც დავამთავრე და შევხედე, ვიხდი რომ რაღაც ეკრდა. და თმები გავუკეთე. ჩალმიდან თმები გამოუყარე ცოტა. ზოგადად ნახატი რომ დავიწყო, ნახატის დახატვა რომ დავიწყო და ვიცოდე ზუსტად აი ეს უნდა დავხატო, როგორც ახლა ამ შემთხვევაში ვიცოდი, ნახატი მაინც გეუბნება, რისი დამატება საჭირო. მთლიანობაში აღმოჩნდება ისე, რომ რასაც გეგმავდი, სხვანაირად გადაუხვევ და სხვანაირად ამთავრ. იმიტომ რომ მოცემულ სიტუაციაში შენი თვალი აღიქვავს რა აკლია და რა არა. რას გთხოვს და რას არა. ისე რომ ვთქვათ, ნახატი გილაპარაკებ, ნახატი გესაუბრება და თვითონ გეუბნება რა სურს. ჯერ მარტო შეიძლება რომ ის მხარე განახოთ, რომელიც მე ძალიან მომეწონა. აი როგორ შეიძლება რომ განახოთ. რომელიც მე მომეწონა. და მე განახებ მთლიანობაში. არ ვიცი ხარ რამდენად აღიქვავს ფერებს. იმიტომ ეხლა რომ გაშრა, გაღიავდა. ცხვირს დააკვირდით და ტუჩებს. იცით რა ლამაზი იყო. და იგივე სიცოცხლე სხვა ლაკი დაუბრუნებს. ეხა განახოთ მთლიანობაში. ერთი, ორი და სამი. ნახეთ რა ლამაზია ხალხო. იცით რა ლამაზია. ამას ხვალიცი რა მოუვალაკს რო წავუსმე. ძალიან ლამაზი იქნება. ეს სარაფანი ჩავაცვი, ესეც ქვებით შეივსება. ეს თლიან თავსაბურავი ქვები იქნება. აი, ამაზე ჯერ ვფიქრობ კიდე. იმიტომ რომ ეს უნდა იყოს რაღაც. იდეაში მაქვს. რაც უნდა იყოს. თავი ხვალ ვიპოვი თუ არა ყველაფერს. ასეთი ფორმის თვალის ჭრილზე ვგიჟდები. ამიტომ ძირითადად ჩემი ესეთი ნახატები ესეთი თვალის ჭრილითაა. ცხვირზე. ცხვირი, ნახე როგორ ისაყურია. უბრალოდ არ მინდოდა დამეძინა ამის გარეშე რომ ეს ემოცია თქვენთვის არ გამეზიარებინა, იმიტომ რომ მართლა პირველად მომივიდა ესეთი რაღაცა, რომ მე თვალს ვერ წვეტავდი
რომელიცაც აი ეს აკეთებს. დავწვევი ხა. გაშლილთვებით ვერ ვიძინებ შორი. უნდა შევიკრა. წავედი ახლა ხელები უნდა გავიწმინდო. ასეთი ხელებით შემიძლია ვჭამო საჭმელი. ისეთი საჭმელი შემიძლია ვჭამო, რომელსაც შეიძლება თითიც კი მიგიყოს და მოგიხდეს საღებავი. მაგრამ საჭმელი ხელებით ვერ დავხატავ. ეს პრობლემა არ არის. ჭამის დროს. და ზოგადად სასწავლებელში, როდესაც ხატავდით, შეგვეძლო ჭამა, მაგრამ მე ვიბანდით ხელებს, რომ დაგვეხატა. წავედი. ვიცი, რომ ელოდებოდით ამას. და თქვენ არ იცით, მე როგორ ველოდები ხვალინდელ დღეს თუ როგორი იქნება ეს. ერთი სული მაგ Facebook-ზე დავდო, ერთი სული მაგ განახოთ, ერთი სული მაგ ამას რო ლაკი შეეხება, იცი რა მოუვა. გამონათდე. ნახე ჩემი სახელი და გვარი დავწერე. აქ. ძალიან საყვარელი. წავედი დავწე 2000 ზუსტად.